ახლა კი განვაგრძობთ პოსტსკრიპტუმს. თუ საბუთები არ გაქვთ, თქვენ საქართველოსთვის არ არსებობთ და ვერანაირ დახმარებას ქვეყნისგან ვერ მიიღებთ. ეს ბავშვებსაც ეხება. არც სწავლა, არც დახმარება, არც ჯანდაცვა, არაფერი არ გეკუთვნის, თუ საბუთები არ გაქვთ. და ასეთი ბავშვები ქუჩაში ხვდებიან, მათხოვრობენ, ნაგავში იქექებიან, წებოს სუნთქავენ. ეს ყველაფერი კანონმდებლობის პრობლემაა. სახელმწიფო ამ ბავშვებს უბრალოდ ვერ ხედავს. დახმარებაც შეიძლება დაგვეხმარეთ. 9 თვის სანდრო უხილავი ბავშვია. უხილავია იმიტომ, რომ მისი არსებობის დამადასტურებელი არანაირი საბუთი არსებობს. თამარა კარიანი საქართველოში 23 წლის წინ ჩამოვიდა. აფხაზეთის ომის შემდეგ აქ დარჩა. მისი ორივე შვილი საქართველოში დაიბადა, მაგრამ მოქალაქეობა არც ერთს არ აქვს. განათლების სამინისტროში არ ითვლება არც საბუთს მისცემენ, არც არაფერი, რომ ბავშვი სკოლაში თუ არ არის სკოლაში არსებობს. საბუთები მინდა, რომ ბავშვი შევიყვანო ბაღში. ბავშვი რომ გაიზრდება, ან წებო უნდა ისუნთქოს ბაღში, რომ არ იქნება სკოლაში, ან ქურდობა, ან მათხოვრობა, არ მინდა. ორი მოგცე. იმის გამო, რომ ბავშვს პირადი ნომერი არ აქვს, არც ჯანმრთელობის დაზღვევა ეკუთვნის და არც რაიმე სახის სოციალური დახმარება. თამარა ამბობს, რომ მისი მცდელობები მოქალაქეობა მიიღოს დაუსრულებელი გადამისამართებებით, გადასახადის მოთხოვნით ან უარის თქმით სრულდება. იუსტიციის სამინისტროშიც ჯანდაცვის სამინისტროში მივედიო და საბუთები მომიტანა, მე შემობძანით კარებიდან უკან დამიბრუნეს, არც მომისმინეს. რომ რასაც წავიდე მიმითითეთ ან მომასწავლეთ. 250 ლარი, ჯერ 200 იყო, 250 ლარი მომიტანეთ, 80 დღეში მოგცემთ მოქალაქეობას. მაგრამ ფულით რო წავედი, 99%-ით უარი თქვეს, ან ბიზნესმენი უნდა იყო, ან ქონება უნდა ქონდეს. იუსტიციის სამინისტროში ამბობენ, რომ თამარა კარიანისთვის გამოსავალი არსებობს, თუმცა არავინ უხსნის ზუსტად როგორ უნდა მოიქცეს. იმისთვის, რომ ბავშვებს დროებითი ბინადრობის საბუთი მაინც ჰქონდეთ, 50 ლარია საჭირო. მარტოხელა დედისთვის ესეც არავის აუხსნია. საქართველოს კანონმდებლობით მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით დადგენილია მომსახურების საფასური, რომელიც შეადგენს ნამდვილად 250 ლარს. შესაბამისად, ამ თანხის გადახდა ბუნებრივია საჭიროა სხვა ქვეყნის მოქალაქისთვის, რომ მოიპოვოს საქართველოს მოქალაქეობა, თუმცა არასრულწლოვანი ბავშვებისთვის მას შეუძლია შემოიტანოს განცხადება მოქალაქეობის ან მქონე პირის სტატუსის დადგენის თხოვნით და საჭირო იქნება თითოეულ განცხადზე მხოლოდ 50 ლარის ოდენობა. პატარა სანდროს მსგავსად საბუთების პრობლემა საქართველოში ბევრ ბავშვს აქვს. მიზეზი სხვადასხვაა. უხილავ ბავშვებზე გადაიღო ფილმი სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრმა. როგორც ამბობენ, საზოგადო პრობლემა 4 ისტორიით მოყვნენ. მე შემიძლია ერთი кейსი მოგიყვანოთ, სადაც უშუალოდ ერთი ბავშვის პრობლემაზე მივმართეთ 4-5 თვის წინ სამინისტროს, თუმცა დღემდე ვერ ხდება ამ პრობლემის მოგვარება, გარკვეული პროცედურები არის იმისათვის, რომ რაღაც ერთი კონკრეტული პრობლემა მოგვარდეს. ზემოთმევდი ვარ ჯარცვაგროებში შეძა რაღაცეებს. ფილმის 17 წლის გმირს გიორგი სკოლაში არასდროსულია და წერა-კითხვაც არ იცის. როგორც ამბობს, ამ უბანში ასეთი კიდევ 3 ბავშვია. ყოველდღე ნაგავს აყალზე დადის და ჯარც აგროვებს. შეგროვებული ფულით 4 სულიან ოჯახს ინახავს. 15 ლარსა. ერთ ჩაბარებაზე 15 ლარს? ხო, ხან არა. სულ პოულობ ხოლმე რაღაცებს რომ? კი. განათლების დროზე ადრე შეწყვეტა ხშირად ოჯახის ინიციატივით ხდება. გიორგი სკოლაში ისევ დოკუმენტებთან დაკავშირებული პრობლემების გამო არ შეუყვანიათ. ახლა ეს პრობლემა მოგვარდა, მაგრამ სწავლა დღის წესრიგში აღარ დგას. პირველ კლასში 17 წელს რო იმას იზოს რა ერთხელია უკვე. რა გინდა რომ გამოხდე რომ გაიზრდები? რავი რა გამოვიდე სადამას. მას უნდა კონდეს სწავლის უფლება, უნდა უზრუნველყოფილი იყოს ჯანმრთელობითა და უსაფრთხო გარემოთი. ჩვენ ვმუშაობთ ასეთ ოჯახებთან, ინფორმაციის მიღებისთანავე ხდება ამ ბავშვებთან შესვლა, მათი შეფასება, საჭიროებების განსაზღვრა, ოჯახებთან მუშაობა. სოციალური მომსახურების სააგენტოში გაგვიმარტეს, რომ ყველაზე რთული პრობლემა ასეთი ბავშვების გამოვლენაა. მონიტორინგი ხორციელდება, თუმცა თანამშრომლობას მოქალაქეებისგანაც ელიან. ესე კარდაკარ სამწუხაროდ ვერ დავდივართ და შეიძლება არც უნდა დავდიოდეთ მომართვიანობის შემთხვევაში. ამისათვის არის ცხელი ხაზი. შეიძლება თქვენ ქუჩაში ნახოთ ბავშვი, რომელიც დავუშვათ მუშაობს და იმ წამს ვერ რეაგირებას არა. ეს არის ის პროცესი, როდესაც უნდა დაიწყო ეს რამ გამოიწვია, ეს სად უნდა წაიყვანა, როგორ უნდა იმუშაო, ამას ცოტა დრო უნდა, მაგრამ თავისთავად რეფერირება უნდა მოხდეს ჩვენამდე. უხილავ ბავშვთა მონიტორინგი საქართველოში გაეროს ეგიდით ხორციელდება. იუნისეფში აცხადებენ, რომ ყველაზე დიდი პრობლემა უსაბუთო ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციაა.
დოკუმენტაციის არ ქონა არის ერთ-ერთი მართლაც უმწვავესი პრობლემა, რომელიც წინაშეც დგანან ეს ბავშვები და მათი ოჯახები. ჩვენი დოკუმენტაციით შემუშავდა კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც საშუალებას მისცემს ამ ბავშვებს და მათ ოჯახებს დოკუმენტაციის არ ქონის შემთხვევაში ისარგებლონ დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობებით. ჯერჯერობით არის კანონპროექტის სახით, რომელიც ჩვენი ინფორმაციით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ უკვე გადაეგზავნა პარლამენტს და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მალე შეძლებს პარლამენტი აი ამ ცვლილებების დამტკიცებას. ალექს კოზლოვი ახლა სრულწლოვანია. 15 წლის ასაკში სახლიდან პრობლემებს გაექცა. წლები ქუჩაში გაატარა, სარდაფებში ძუძინია და გაღვიძებისაც ეშინოდა, რადგან არ იცოდა დილით ქუჩაში რა ელოდა. მისი ბედი შემთხვევითობამ გადაწყვიტა. სიუჟეტის სხვა გმირებისგან განსხვავებით, ალექსმა ახლა ზუსტად იცის რასელის მომავლისგან. ბავშვი გავიცანი, ეგრე ვთქვათ, და მე მიყანა ბავშვთა სახლში. სადაც ვიზრდებოდი მე იქ და ჩვეულებრივად ახლა იქიდან აი ეგრე დავაღწიე ქუჩას იმ ბავშვთა სახლში თავი. მომავალში მინდა რომ ამას გავუქმნო უფრო კარგად და მეც აი ესე ვიყო, აი როგორც ახლა ესენი არიან აქ. ქორეოგრაფი ჩვეულებრივი. შენ თუ მოინდომე, ხო, ყველაფერს გააკეთებ. მეც მოინდომე და ჩვეულებრივად მეც გამოძვერი ვთქვათ, ანუ დავაღწიე ქუჩას თავი და ჩვეულებრივად დღესდღეობით სახლში ვარ, აქ ვარ და რა ვიცი, კმაყოფილი ვარ ეგრე ვთქვათ. თამარას დიდი სურვილი აქვს მისმა შვილებმა ქუჩას თავი დააღწიონ, თუმცა ამისთვის სახელმწიფომ და საზოგადოებამ ისინი უნდა დაინახოს. ის ვიცი ვიცხავლება.